მოგესალმებით, ფეოლას და არტივის ერთობლივი პროექტი, ჩვენი სპორტული პოდკასტი გრძელდება და ეს ჩვენი სტუმარი არის სპორტული ჟურნალისტი ილია ნანობაშვილი. გამარჯობა ილია. დიდი მადლობა მოწვევისთვის, სალამი. ჯერ გილოცავ დღევანდელ დღეს, ერთი წლის წინ ყველანი ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვიყავით. რაღაცა ახალი დავიწყეთ ამ დღეს და ამ ეიფორიით იდეაში დღევანდელ დღემდეც მოვედით, ხო? მე თითქოს მთლიანად ნაკრები გაიზარდა და რაღაცა აგრძელებენ ჩვენს გახარებას. კი, რა თქმა უნდა, ახლა 26 მარტი საღამოს და სპეციალურად საათზეც დავიხედე 23 საათი და 47 წუთი თუ 42 წუთი, ახლა შეიძლება ზუსტად არ მახსოვს, რომელიღაცა იყო ამ ორი ვერსიიდან და ბედნიერი წუთი, მართლა იკვეკვესკირის პენალტი და რა შეუძლია ფეხბურთს ერისთვის რა, ეგ გამოჩნდა მაგ დღეს. ასე იმი და მთელი ამბები იყო კუჩებში. გუშინ Facebook-ზე გავამზადე პოსტი, რომ კიდევ ერთხელ გაგვიხსენებინა და იმ ვიდეოს თავიდან რო უყურე, ცრემლები წამომივიდა კიდე რა, ის კვეკვესკირის გოლი, იკაშია საოცარი ემოცია, რომელსაც ალბათ ვერც ერთი მსახიობი ვერ ითამაშებს, ხო? იქ რაც ჩვენს კაპიტანს ჭირდა, იქ ცალკე ქოჩორა რომ სარს ეკითხება და რომ დააზუსტა რომ ნამდვილად გავდივართ და სასწაული ამბავი იყო რა. ხო, ალბათ მაგ დროს ემოციები თვითონ ფეხბურთელმა, როცა მიდის მაგ პენალტის დასაწყმელად, ალბათ უნდა ჩაკლასის ყველაფერი უცებ და მარტო იფიქროს მაგ პენალტზე, თორე სხვა ისინი რაღაცები თუ დაგეწყო და რაღაც მაშინ წახვედი ნოსტალგიებში და ვაიმე, შეიძლება დაიბნე და ვერ რა ვიცი, ხა ცივსისხლიანად მივიდნენ რა ჩვენი ბიჭები. პრინციპში ყველამ კარგად დაატყა, ერთი გავაფუჭეთ თან ვინ გააფუჭა და ამ დროს ისე რო შეხედო რაღაცნაირად სანამ დარტყმა შეასრულებდა ყველაზე კაი მანევრი მაგან გააკეთა. თან ეგ დასაწყისშივე იყო, ხო ზემოთ დავუწყეთ რა. მეორე იყო ეგ. პირველი ქოჩორამ გაიტანა პირდაპირ ცხრიანში, ნუ ეგ პენალტები არ იღება და ნუ მეორე მან დავემართა მეთქი ვაიმე რაღაცა რომ ჩვევია ხოლმე, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა, კარგად გაგრძელდა და მოდი აი სანამ მივალთ, რასაც ის ერთა ლიგის უკვე შემდგომი ციკლი არის, ხო, ეს ბოლო ორი თამაში, რომელიც ძალიან მაგარი თამაში იყო, ხო, სოხუმთათვის. ელოდებოდი ესეთ რაღაცას? თლათ ესეც არა, მაგრამ მოდი პირდაპირ ვიტყვი, ბევრ კითხვის ნიშანს მაინც და მაინც არ ველოდებოდი და რაღაცნაირად მეგონა რომ სომხეთში დავამთავრებდით მაგ დაპირისპირებას, მეგონა კიდეც და ასეც მოხდა, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე ჯერ ერთი ჩვენი ბიჭების კარგ ფორმიდან გამომდინარე და მეორე კიდე აი სომხების სისუსტიდან გამომდინარე და ახალი მწვრთნელიც ახლა ისეთი ტიპის მწვრთნელია ეგ, რომელსაც რო ჭირდება და რაღაც თავის ბურთის გორებაზე უნდა გადაიყვანოს და იმ ყაიდაზე და მაგას ვერ მოასწრებდა რა თქმა უნდა. თან საუკეთესო ფეხბურთელი არ ყავდათ. ორი, ნუ ისედაც არ ყავდათ, ხითარიანი, მაგრამ ეს მეორეც არ ყავდათ და ხა ჩემი აზრით ჩვენებს უნდა გამოეყენებინათ ეგ შანსი და გამოიყენეს კიდეც. ხო, იდეაში მეც სადღაც იქ ვიყავი რომ სომხეთში მეგონა რომ მოვიგებდით უკვე. მაგრამ ესე მაინც არ მეგონა რა, პრაქტიკულად მომენტის გარეშე იყო მთელი თამაში, ხო? ხო, არა, სანერვიულოც არ დაგვიყვანს. არა, ხო, რა მეორე თამაშზე აი ცოტა მაინც რომ ყოფილიყო რა. არა, ხო, სანერვიულო. ისეთი ტიპის თამაში იყო, რომ რა ვიცი, ხა მე საერთოდ ზოგადად მიყვარს იმ ტიპის ჟურნალისტი ვარ, რომელიც ახლა სტატისტიკაზე მეტად იმაზე აი ანალიზი მიყვარს რაღაცა ის აი რაღაც ახალი. აი ფაქტიურად არაფრის საბაბი არ მოგცეს რა. როგორ გინდა რაღაცა ვერა რა. აი კი, ახლა ცოტა რაღაცა მოგეწონა ზოგი რამე არ მომეწონა, მაგრამ ეგ ხო ყველა კლუბის აი ესეთი მაინც ბოლოს იქ მიდიხარ, რომ მეტოქემ არ მოგცა იმის საშუალება, რომ რაღაც ბოლომდე გაშიფრო რაღაცები შენებურად. სასწაული იყო. იცი რა მითხარი, აი იმ ავადსახსენებელი მაკედონიასთან თამაშის მერე სამდღეში მქონდა, ხო, სომხეთთან თამაში აქ. და ნუ გასაგები იყო, რომ მაშინ არავის აღარ გვაფეხბურთებოდა და არც ხასიათზე ვიყავით და ასე შემდეგ, მაგრამ სადღაც მაინც თითქოს თანაბარი გუნდები ვიყავით რა იმ პერიოდისთვის. ახლა ვიღაცას რო ეთქვა, რომ აი საქართველოს ბევრად ძლიერი გუნდია და 10 თავით ჯობია სომხეთს,
ვერ ვიტყოდით ხო მაგას და ბევრი არგუმენტი იქნებოდა მეორე მხრიდან და აი რანაირად მოვახერხეთ ესე მაგრად გაზრდა ამ პერიოდში შენი აზრით? მე მგონია რომ იქიდან დაიწყო დასაბამი. გაზრდა როგორ ახლა მაშინ იმ კრაც მოხდა იმ ხვიჩასთან დაკავშირებით გასაგებია. იმ თამაშს მე მგონია რომ ჩვენ მოვიგებდით კიდეც ესეთი ცუდი ფონი რო არ ყოფილიყო სომხეთთან ფაქტურად უკვე არავის ფეხბურთი არ უნდა. ეგ იყო ზუსტად და ჩემი აზრით ახლა ასაკში რო შევიდნენ უკვე კარდამტეთ ასაკში მაშინ იყვნენ 20 წლისები, 19 წლისები ზოგი, ახლა არიან 23 და უფრო მაგარ იმაში არიან მდგომარეობაში, უფრო მაგარ დასრულები, ოქროს ასაკში ჯერ არც მისულან პრინციპში ოქროს ასაკამდე და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ნაკრების პიკი ჯერ არ მოსულა. არა, სოფლიოც უნდა ვითამაშო. ხო, რომც ვერ ვითამაშოთ, მაინც აი მე მგონია რომ ჩვენი ნაკრები მაინც უფრო განვითარდება რა და სოფლიოზე ვერ გასვლა არ კი ძალიან გვეწყინება, მაგრამ ამით დამთავრდა ფეხბურთიო, მაგას ნუ ვიტყვით, უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ეს შვენიერი ფონია დაწყებული, აგერ ბავშვები ფეხბურთზე დადიან და ადგილი აღარ არის და ეს ბუმი არ მინდა რომ გაჩერდეს რა ვიცი. მე მგონი არ გაჩერდა, ვერ გაჩერდა, ვერ გააჩერებ მაგრამ. ჩვენ იმას არ უნდა უცადოთ, აი რაღაცა ზოგი იქ თუ ვერ გავედით და ჯერ არ ვართ სამწუხაროდ ის ქვეყანა რომ ესე გამზადებული გინდა თუ არა იქ სადღაც უნდა გახვიდე. რა თქმა უნდა ვიბრძოლოთ ყველა ვარიანტში. მაგრამ ნუ ახლა ცოტა რეალობაც უნდა. ხო, მაგრამ ეს ამბიცია რომ მოვიდა უკვე ძალიან მაგარი რაღაცაა. კი, რა თქმა უნდა. მადა რო გვაქვს უხეშად რო თქვა, რა ევროპაზე უნდა ვითამაშოთ, სოფლიოზე გვინდა რომ ვითამაშოთ. თან დავიჯერეთ რომ ყველა ნაკრებთან შეგვიძლია თამაში და ბრძოლა უკვე. ხო, აი ძველი ფორმატით როცა ტარდებოდა ეს შესარჩევი. ერთა ლიგა რო არ არსებობდა. ხო, აი იქ იყო რომ აი ორ გუნდს თუ მოუგეთ ჯგუფში ან ჩვენს ქვემოთ ვინც იქნებოდა კალათით გუნდი იმასთან უნდა მოგვეგო და რაღაც სამი ფრე უნდა გვეთამაშა რა სადღაც ეგრე მიდიოდა ხოლმე ამბავი. ზოგი ეგრე იყო, მაგრამ მე ისიც მახსოვს, რა ვიცი, ხა ქულები იმათთან 6 ქულას ავიღებთ, მაშინაც იყო ხოლმე ესეთი რაღაც ზემოდან ყურების ისა ჩვენგან. მაგრამ მაინც ვერ ვიღებთ. რა ხო და ამ ნაკრების ეგ მომწონს ხა მილიონჯერ გამიმეორებია და ხა აქაც ვიტყვი რომ სხვანაირები არიან რა, აი მინდორზე გადიან და არ გეშინია, იმიტომ რომ სათამაშო დისციპლინა აქვთ, უფრო პროფები არიან, ანუ თამაშის დროს არ ირევიან, აი განსაკუთრებულად, თქო მეტოქეს გააჩნია, მაგრამ აი საშუალო კლასის გუნდებთანაც უკვე ჩვეულებრივ თამაშობენ, შეუძლიათ ის უპირატესობაც აი ონში ნაასობრივი უპირატესობა ის სივრცეების გამოყენება ხო საერთოდ. აი წეღა რომ მკითხე გიორგი, ზუსტად მაგას გაუსვავდი ხას, რომ ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე მაგრა ისწავლა სივრცეების გამოყენება კონტრებზე გოლები რა. რა მაგრად იყენებენ სივრცეებს, ნუ განსაკუთრებით ის წინასამეული ჩაკვე, კვარა და მიქაუტაძე თუ დაუტოვე ოდნავ, всё მორჩენილია. ხო, მომოკვდინებელი ამბავია, ნებისმიერ. ხო, ესეთ გუნდებთან, სომხებთან, ეხა იქ სხვებთან არ ვიცი ხა რომ. მაგრამ იმ სხვებთანაც, სხვები რაც არის, ზედა ეშელონის გუნდები. ხო, ჩვენი საუკეთესო იარაღად პრინციპში იქცა ეგ. კი, იმ გუნდებთანაც შეიძლება რა, ეს ამით ითამაშო, თუნდაც ეხა პირველი რაც გამახსენდა ის ესპანეთში თამაში, კვარამ რო გაიტანა, ეგეც ხო ერთ-ერთი ამ კატეგორიიდან გოლი იყო, ხო? რა ვიხსენოთ ეგ გოლიც ხო აი როგორ ბევრ შანსს რა თქმა უნდა ესპანეთში ვერ მიიღებ და 90 წუთში ერთი თუ რაღაცა გაეპარათ, იმაზეც მადლობელი უნდა თქვა და აი ზუსტად ეს გაიპარა და ჩაკვეტაძე იმდენად მაგამ ბავშვი ტექნიკური ფეხბურთელია რომ ის მონახა ზუსტად ის ღრიჭო და ზუსტად იქ მისცა და ნუ კვარამაც მაგრაში ასრულა. ეგ სივრცის გამოყენება დღევანდელ ფეხბურთში არის მაგარი რამე და კარგია რომ მაგრა ვიყენებთ რა. თან წავედით დისციპლინა ეს ყველაფერი გასაგებია, ბიჭებიც უკვე ისეთ კლუბებში თამაშობენ, ხო ახლა იმ დღეს თამაშის წინ რაღაც ვარჩევდი და გადავხედე ჩვენი ნაკრების განაცხადს, უკვე სომხეთთან რაც იყო რა, მატჩისა რომელიც დავმარცხდით თბილისში და გუნდები არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ყველა ძალიან გვიყვარს ჩვენ, მაგრამ გუნდებს რო გადახედო, ბიჭები სად თამაშობდნენ და სად თამაშობდნენ დღეს, აი ცოტა რაღაცა ლოგიკას იპოვი, რატო ვერ გავედით მაშინ და რატო უნდა გავსულიყავით ეხლა რა,
ბევრად გავიზარდეთ ამ ამბავში. თქვენ როდინდელ პერიოდს ამბობ ეს მაკედონიასთან მარცხი და სომხეთთან კოვიდის პერიოდი ერთა ლიგის ფინალი. ხო, მაგხრივ კი გავიზარდა რა თქმა უნდა გუნდი. ნუ კლუბებში წასვლა ჩემი აზრით გარკვეულწილად ხელი შეუწყო ომმა რუსეთში აღარ თამაშობენ და თამაშობენ დასავლეთ ევროპაში და უბრალოდ მჯერა რომ ამ დასავლეთ მაგალითად საშუალოდ რო ავიღოთ შტურმში უფრო ბევრ სისწავლის ფეხბურთელი ვიდრე ურალში სიტყვაზე ვამბობ უფრო სხვანაირი გაიზრდება ეგ ერთი კვარამ მისცა დასაბამი ეგ მეორე იმიტომ რომ კვარამ რომ მაგრად ითამაშა სხვებსაც გაუხსნა გზა და მესამე კიდე აი ადრე ხო გახსოვს როგორ იყო გადავიდოდა ვიღაცა შახტარის დუბლებში ან ეს ზენიტის დუბლებში ან რაღაცა ეგეთი და დუბლების ფეხბურთელის გამოძახება გვიწევდა რეალურად ეხა დუბლების ფეხბურთელი თუ ეხა მაინც და მაინც მილანის და ბარსელონას და იმასი არ არის დუბლების ფეხბურთელი ნაკრებში არ უნდა იყოს მაგრამ მაშინ გვიწევდა იმიტომ რომ ხო და ოფი ფეხბურთელები გამოძახება ნაკრებში ესეთი ხო უკლუბო ხო საერთოდ ეხა მე მახსოვს 11 კაციდან 3 უკლუბო იყო ხოლმე ერე კიდე იქ რაღაცა კონფლიქტები და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი აღარ არის შედეგით სახეზე იმ დონის ფუფუნება გვაქვს ნაკრებში უკვე რომ აი გასაგებია საბა გოგლიჩიძე ასაგით პატარაა მაგრამ ადრე თავს ვერ მიცემდით უფლებას რომ თუნდაც სერიას გუნდის განაცხადში მოხვედრილიყო ფეხბურთელი და ნაკრებში არ გამოიძახებინათ წარმოუდგენელი იყო და ეხლა ბიჭმა ითამაშა პირველი ნახევარი სეზონის და მაშინ ნაკრებში არ გამოიძახეთ იმიტომ რომ არ იყო ადგილი ასამობ ეხლა მე მახსოვს ის იწყებოდა ხოლმე გვიხაროდა ყველას რომ ლევან ჭედლიძე მაგალითად საერთოდ რაღაცა 5 წუთს მიიღებდა მე უკვე იყო პერიოდი როცა მაგრად ათამაშდა და სამწუხაროდ მალევე დაიმტრა რა მაგრამ იყო პერიოდი რომ აი ისიც კი გვაკმაყოფილებდა რომ იქ სათადარიგოთა სკამზე იჯდა ხოლმე ზოგჯერ და აი გვიხაროდა რომ სერიაში ფეხბურთელი ყავს ну ეხლა დღეს შეიცვალა ხრივითარება მაშინ მართლა ლევანი იყო საუკეთესო თავდამსხმელი საქართველოში ხო ლევანი თავისი პოტენციალით რა ქონდა სასწაული ხო გახსოვს ჩვენ ჭელიძის კარგი თამაშები სავარაუდოდ იმ პერიოდზე საუბრობდი შენ როდესაც ზედიზედ გაიტანა სერიაში მილანს რო გაუტანა კუთხურიდან თავი და მაგ თამაშივე დაიმტრა თუ სწორად მაგის მერე ხო მაჩ ხო თორე აი მაშინ ეგ რა ფენომენი იყო ცალკე კიდე აი მადლობა ღმერთს რომ აი მაგდენი ტრავიანობა აღარ არის ნაკრებში უკვე აი მაშინ ვიღაცა 10 თამაშს ვერ აპავდა ხო ფეხბურთელი უმეტესობა ფეხბურთელების სულ პრობლემაა ალბათ აქაც არასწორი აი აქ ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით იყო ისიც რომ ძალიან ბევრ ნაკრებში ერთად თამაშობდნენ აი მე მინახავს ახლა აი ყენია და მჭედლიძე ერთ დღეს უთამაშიათ ეროვნულში და მეორე დღეს 19 წლამდელებში იყო კიდევ ესეთი შემთხვევები ალბათ იცით რა მოედნის თემაც შეიძლება იყო ამდე ზედმეტი არ გაუმართლად კიდეც ახლა მოდით ეგეც ვთქვათ ახლა ჭედლიძის ისტორია იმდენად კარგად არ ვიცი მაგრამ ყენიასი ვიცი რომ მართლა არ გაუმართლა რა მაგათი და თელეამავი ახლა კაციშვილი მაგას ვერ იტყვის რომ ყენია რაღაცა არაპროფესიონალი ან ზარმაცი იმიტომ რომ ყველა მიცის რომ სიგიჟემდე უყვარს ფეხბურთი და ეს პროფესიონალი ტიპია მაგრამ ნუ წვნელთან არ გაუმართლა ხო თან ყენია იყო ფეხბურთელი რომელიც წავიდა და ძალიან მალე რა შალკეს ძირითადში ჩაჯდა ხო თამაშობდა ჩვეულებრივად ლევანი რა იქ ხო თავიდან 10 ტური ისე მიეწყო ბუნდესლიგაში პირველივე თამაში საგოლე-პასი გააკეთა შემდეგ ნუ ამოაგდო ძირითადიდან რა რაკეტიჩი 60%-ს ეს თამაშობდა 40-ის და ნუ რაც მოხდა კი ვიცით ხო სამწუხაროდ ბევრი ყავდა ეგეთი ფეხბურთელი ძალიან დიდი ფეხბურთი რომ უნდა ეთამაშა არ გამოვიდა ბევრი მიზეზისგან ეგ ყველაფერი ცი რა მაინტერესებს საბა გოგლიჩიძე ლაცაბიძე გულიაშვილი გამოჩნდნენ და ახალი ბიჭები ვინც იდეაში ეს თაობათა ცვლის პროცესი მეტნაკლებად უნდა შეამსუბუქოს ნაკრებში აი ამ ხრივ რა განწყობით და მოსაზრებებით ხარ კი რა თქმა უნდა ძალიან კარგი და სრულიადაც არ ვეთანხმები იმასაც რომ ეს თაობა რო წავა რა გვეშველება
არ არის ასე. ეს თაობა წავიდა ახალგაზრდული ნაკრებიდან, აგე ხედავთ რა კარგად თამაშობენ 2002-იანები, 3-იანები, 4-იანები. შვედეთი დატოვეს ჯგუფში და ხორვატიას მოუგეს და აგერ ხან გურებიც როგორ ჩაატარეს და სერბეთს მოუგეს და იმას ფინეთს. ხო და რას ვამბობ ხა არავინ არ იცის ხვალზე ზუსტად აი ვინ რა კარიერას გაიკეთებს, იმიტომ რომ ეს ისეთი ასაკია და ფეხბურთი დღეს ისეთი დინამიკური გახდა, რომ ყოველ თვეში შეიძლება აი რაღაცა სხვანაირი რაღაცა შეიცვალოს. ეხა შორს მატერიებზე წავალ, ეხა ცოტა კი არ ვადარებ ფეხბურთელებს, მაგრამ 5 თვის წინ საფრანგეთში მბაპე ჩამოწერეს საერთოდ მისი სხეული ფეხბურთით აღარ მოძრაობსო და მორჩაო რა მაგის ფეხბურთი ეხა 10 აღარ აინტერესებსო და ნუ ეხა დღეს სხვა ვითარებას ვხედავთ ხო და ეს არის საერთოდ საფეხბურთო დინამიკაში მე მბაპეს კი არ ვადარებ ქართველ ფეხბურთელებს არა ვინ როდის მოუმატებს კაციშვილმა არიცის ქოჩორაც ხო ეგრე იყო რეალურად ქოჩორა იყო ფეხბურთელი კარგაგებით დაგვეცა უცებ თავში არსაიდან ხო აი ვიცოდით რომ ლევანტეში იყო მე იჯარით ქვედა ლიგის გუნდებში მაგრამ იმ პერიოდში ქოჩორა არ მოიაზრებოდა იმ ფეხბურთელად რომელიც საერთოდ ნაკრებში უნდა მოხვედრილი იყოს კი ხო არა იქ როცა უკვე დაიწყო ერთ რაღაც 2 წუთი რო ათამაშეს დებიუტი რო გონდა ხო დებიუტი რო გონდა რაღაც ბოლოს მე ხო კიდევ ვიყო რო საერთოდ თამაშებდეს მე საერთოდ ისა და ну შემდეგ აი ხელახლა ეგ არის მაგალითი რომ ბიჭი არ მოეშვა და საერთოდ ცნობილია რომ ძალიან სხვანაირია რა ისეთია არ მიყვარს ეგ სიტყვები ახლა აი მარტო ჟილკი დღეს ვერაფერს ვერ მიაღწევ მაგრამ ეს ამასაც სხვანაირად ქონდა ქოჩორაშვილს რა პლუს პროფი პლუს ეს თავისი საფეხბურთო ისინი იქცა ისეთ ფეხბურთელად რა სხვანაირად და თაობაზე რაც მკითხე გასაგებია ეხლა მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ ეხლა კვარაცხელიასნაირები ხშირად არიბადებიან კვარაცხელია მაინც არიბადება ეგეთი და ეხლა შეიძლება წინასწარ ღმერთმა ქნას რომ სხვა მალევე გამოსცენ ეგეთები მაგრამ ეხლა ჯერჯერობით არა ჩანს და სანამ ჩანს ვიყენებთ ამბიცი და თვითონაც ჩვენივრად თამაშობს მაგრამ ეხლა ხვალზე რა იქნება არ ვიცით რა ეხლა ვინ მოუმატებს ვინ დაუკლებს და ფაქტი ერთია რომ ამ ფეხბურთელის გარშემო, კვარას გარშემო და მას ხვებიც აყვნენ შეიქმნა საკმაოდ ისეთი ნაკრები, რომელიც ანგარის გასაწევი ძალაა უკვე თვითონ გრანდებისთვისაც, მეორე ეშელონის გრანდებისთვისაც, ახლა ვერავინ ვეღარ იტყვის უკვე, რომ კარგით ახლა ნუ ესპანეთი და ისა ცოტა გამონაკლისები არიან და მაღლაც განან ძალიან, მაგრამ ჩეხეთი, პოლონეთი, შვედეთი ხო, უკვე ჩვეულებრივი ამბავია, ესეთ გუნდებს რო ეთამაშო რა. მე კარგად ეხა ჩეხეთში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, როგორ უფრთხოდნენ რა ხვიჩას. უფრო თორე სხვებიც იცოდნენ. აი ხუჩაზე და ისა ბურთს რომ მიიღებდა და თუ დაკარგავ და აი სტადიონი მთელი სტადიონი ოვაციებში იყო, ვინც ბურთს დაარტყმევდა რა. იმას ტაშს უკრავდნენ. ესე იგი იმდენად უკვე დიდი ფეხბურთელია, რომ იმაშვრებოდნენ, ანუ მისთვის ბურთის წარქმევა უკვე დიდ ამბათი თვლებოდა. თან ვისწავლეთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამ შემთხვევაში გულისხმობ ფეხბურთელებს და მათ კარიერულ განვითარებას, ხო? აი, იცი რა მაინტერესებს, ჩემზე ბევრად გამოცდილი ხარ და უფრო კარგად გახსოვს ძველი ამბები. აი, მაშინ არ გქონდათ შემოთავაზებები, თქვათ, ნაკრების ფეხბურთელებს ისეთი კლუბებიდან, სადაც შეიძლებოდა, თქვათ, უკეთესად განევითარებინათ კარიერა, თუ უბრალოდ მაშინაც ეს მატერიალური ამბავი იყო, რომ თქვათ, რუსეთი რაღაცნაირად უკვე ცნობიერად ბევრი მხრივ უფრო ახლო იყო ჩვენთან, ვიდრე პირობითად რა ბელგია სიტყვაზე და ვიცით კარგად, რომ ანაზღაურებაც თქვათ, ბევრად რუსეთში, ვიდრე თქვათ, კარგ ევროპულ ქვეყანაში რა ხდებოდა მაშინ. არა, ეხა იცით რა, წერან რომ ვთქვი, აი მაგ პერიოდში იაშვილი, კობიაშვილი და ეს რო თამაშობდნენ, კობიაშვილს მე ზუსტად ვიცი, რომ ქონდა მოსკოვის CSKA-დანაც და იქიდან შემოთვა, არ წავიდა. რუსეთში არ წავიდა, დარჩა გერმანიაში უფრო ნაკლებ ხელფასზე. იგივე ვიცი რამდენიმე ფეხბურთელზე, ახლა ზოგი ისე იყო, რომ აქ რუსები უფრო დაკტრიალებდნენ თავზე და უკრაინელები, რომ უფრო მალე უნდოდი მაგალითად რუსულ გუნდს, იმიტომ რომ უფრო გიცნობდა
ვიდრე სიტყვაზე დანიურს რა, სიტყვაზე ამ ბელგიურს. ხო იქ უკვე აგენტს უნდა ეჩალიჩა ასე ვთქვათ და ეს ხდებოდა რომ უჭირდათ აი იმის გაკეთება, აი პირველ ტრამპლინის გაკეთება მაგ დროს უჭირდათ ქართველ ფეხბურთელებს. თუმცა მოდი მეორედ ვთქვათ იყვნენ იმ დროსაც კარგ კლუბებში ფეხბურთელები ხლა აი ხო არ იყვნენ რომ ვერ ვიტყვი აი ნაწილი ფეხბურთელებისა კარგ კლუბებში იყვნენ კაცო ხა მაგრამ ნაკრები ვერ დებდა შედეგს რა ეგ უკვე აი მართლა არ ვიცი მე მგონია რომ რაღაც თაობის ბრალი იყო და სუდი დროება იყო ვითომ ეგ ხო სუდი დროებაც იყო და ერთს დავამატებდი ამ უცხოელმა მწვრთნელებმა ცოტა სხვა ისინი ევროპული მეთოდები შემოიტანეს რა იგივე ვაისმაც და სანიულმაც რა მე არავის არ ვაყენებ იქ შეურაცხყოფა მაშინაც ხო ყავდა ისე კუპერი და ტოპმელი ხო ტოპმელი ხო არ ვიცი მართლა ვერ მოხდა მაშინ ესეთი რაღაცეები ტოპმიოლერს უბრალოდ არ გაუბართლა ჩემი აზრით ძალიან ხშირად ემტრეოდა ფეხბურთელები თორე კუპერი არ ვიცი ამოუხსნელია ჩემთვის არ ვიცი კითხვა არა მაქვს პასუხი არა მაქვს უბრალოდ მაგ თემაზე სხვებსაც რო ვკითხე არ ვიცი თუ არ და ვიცით რომ კარგი მწვრთნელი იყო უბრალოდ ვერ შეეწყო აი რაღაცა საერთოდ კუპერი ცოტა ისეთი იდეინი ტიპი არის და რაღაცა და მისმა იდეებმა ორშაბათობას თუ რასაკეთე სამშაბათობა და იმ ეროვნული ჩემპიონატის ხო ვერ იმოქმედა კარგად უბრალოდ ვერ შეეწყო რა სულ სხვაგან იყო დაფრინავდა კაცი ხა რეალის და ვალენსიას და რას ვამბობდი ტოპმიოლერის დროს ნაკრები თამაშობდა ლამაზად ასე ვთქვათ აი მართლა აი ლამაზი თამაშები იყო ხოლმე მაგრამ გავიხსენოთ ეხლა მე თვალწინ მიდგას იტალიასთან აქ 3-1 რო წავაგეთ რა საშინელი უიღბლობა იყო 1-1 იყო 10 კაცი გვაკლდა 10 კაცი წამყვანი ესე კობი ხა ზუსტად ანუ კალაძე და ისინი შოთა უკვე წასული არ იყო ჯერ წასული მაგრამ არ უთამაშია არ იყო არავინ არ იყო მოედანზე ფაქტიურად რა სკიტიშვილმა იკისრა ლიდერობა სკიტიშვილი რომელიც პანიონიოში იმ დროს არ თამაშობდა აი ეს თავზე გადაკრული რო ხონდა აი ის თამაში ახლა აი დღეს რო ჩავთვალ ციციამაგრა ითამაშა მაგრამ აი ერთი რაღაც საკვანძო მომენტი და ნაკრები იბნეოდა იქ კანკავა გააგდეს და მოჩა ესე იყო ძალიან ხშირად არ უმართლებდა რა ეხა უკრაინასთან ისეთი თამაში წააგო იქა თვალებიდან არ ამოვა ვიტირელ ამის 3-2 რო წააგდეს ხო და ხშირად არ უმართლებდა ხოლმე ტოპის თან აი გამოურევდა რაღაც კარგ თამაშებს მე ისე ავიცე მეტოქეებშიც ახლა ვინები შეხვდნენ ხო გახსოვს ახლა სოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ფაქტიურად სოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა იმ ჯგუფში ე თავისი შოტლანდიები და ასე შემდეგ ხო და უკრაინა თავის პიკში შოტლანდიაც ეგეთი ნაკრები არც მანამდე რა თქმა უნდა ყავდა რაღაცა იმის მერე აყოლია და ავი ხა საფრანგეთი და იტალია ხო საერთოდ მერეც საშინელი ჯგუფი ყავდა ირლანდიებით და რობიკინებით და ამბებით და კი ხო აი უკვე კუპერი იყო თამაში რო ვერ მოვიგეთ ხო არ და მაგ თამაშს თუ სწორად მახსოვს ირლანდიაში ვიკებდით მე მგონი ნუ იქ საჯმა საშინელებები გააკეთა მაგრამ რეალურად ეხა მაგ თამაშს მოგება არაფერს არ გვიშველი და ჩვენ უბრალოდ ცოტა გამოგვისწორებდა იმას ხასიათს ხო და აი კუპერზე აზრი არ მაქვს მე უბრალოდ მგონია რომ კუპერმა თავის საუკეთესო თვისებები და თავისი ეს გენიოსური რაღაცები რაც გააკეთა მალიორკასა და ვალენსიაში დატოვა იქვე რა და ინტერში და იმის შემდეგ სანამ კუპერი ჩვენთან ჩამოვიდოდა და სხვათა შორის უკვე არეული ქონდა კარიერა თორე ხა ინტერიდან ჩვენთან არ ჩამოვიდოდა ხო და ეგ თემა რა პრინციპში რა აი ეს სტაბილურობა ჩემი აზრით ნელ-ნელა მივიღეთ უკვე აი ვაისმაც სუდად დაიწყო და ჩემი აზრით აი ვაისის მუშაობის მეორე მონაკვეთში დაიწყო ეს სტაბილურობა და პლუს ამას დაემატა ეს სხვანაირი თაობა რა აი ჩაკვეტაძემ შექმნა ეს ეფექტი მერე სხვებმაც და თაობაც დაემთხვა იქ კვარა უკვე ვთქვი და რა ვიცი ხა იდეაში მე 100%-ით ვიზიარებ მოსაზრებას რომ ამ ნაკრების შენც ეგ თქვი ახლა იდეაში შენებლობა დაიწყო ვაისმა და ლოგისტური აქ შეტანილი იმაში როგორც დღეს ვართ რა სანიულმა უბრალოდ კარგად გააგრძელა მე ეს ყველაფერი ხო რატომღაც ჩვენთან არაპოპულარულია ეგ მოსაზრება ძალიან ბევრი ისა მაგრამ მე ვარჯიშებიც მინახია და ფეხბურთელიც რო გამოკითხო ფეხბურთელები გუნდური თამაში
დაამუღამებინა მაგაცმა. თან თავისი ჯანსაღი ატმოსფეროთი გასახდელში უკვე არანაირი კონფლიქტი აღარ ხდებოდა იქ და ხო გვახსოვს ხო მანამდე. ზოგჯერ, რა ვიცი, ხა ალმაცერად უყურებენ და კაცს გადახედონ საფრთხო კარიერას, პროები აქვს მოხდენილი რა, ვინ დასცინის, რას დასცინია. სიცხვილეა. რეებია გაკეთებული, სლოვაკეთი გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე, იქ ჯგუფში ჩატოვა იტალია ისტორიაში პირველად. მე იქ სლავია იმითი სლოვანით აგეთ. რომა გააგდო და რა ვიცი, ხა პეტროჟალკა გაიყვანა იმას ჩემპიონთა ლიგაში პორტოს და იმ სელტიკი გამოტიშა და მეტი ხლა კიბოს წამალს ვერ გამოიგონებს ხა და ხო და ვერც მარდიოლა ვერ იქნება ყველა ხა ხო ჩაკვეტაძე ცალკე ამბავია ჩემთვის ჩაკვეტაძეს აქამდე კარიერა ჩემთვის იყოფა ორ ნაწილად აი იმ ტრავიანობამდე და მერე რაც ბიჭმა გააკეთა უკვე აი მე მგონი იდეალური ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ალბათ ჯერ სლოვანში წასვლა, სადაც თავისი თავი იპოვა და ამ ინგლისმა ხო საერთოდ ახალი ფეხბურთელი გვაჩუქა თავის ფიზიკურობით და თავდაჯერებულობით და ამბებით. ხო, კი ბატონო, ჩაკვეტაძეზე მოვყვები ჯერ პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ აი მართლა კი ყველაზე ძლიერი კვარა ყავს, მაგრამ უბრალოდ ჩემი აზრია, ჩემი იმით ძალიან მიყვარს რა ჩაკვეტაძე ზუსტად ამ სტილის ფეხბურთელები მიყვარს და შეიძლება ზოგჯერ ისიც ვიყო რა, ტენდენციური, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში არანაირი ტენდენციურობა რა შუაშია, მართლა მაგის გარეშე სხვა ნაკრებია, ჩაკვესთან ერთად სხვა ნაკრებია რა და ჩანს ეს ფანტაზია, ეს ეწენა სივრცის გამოყენება ვახსენე, ჩაკვე ნომერ პირველია მაგაში. ხო და რა მინდა ვთქვა ხო ვაისმა სწორ დროს გაუწოდა მაგას ხელი იქაც მაგრად ითამაშა მაგრად როგორ აკრიფა რა მთავარი მაგრად არ უთამაშია მე აი წავიდა სლოვანში მეთქი უოტფორდში სადაც ნუ კუნთოვანი მასა ეს ყველაფერი ინგლისში მაგრად დაეტყო რა ისი არ ქონდა მაგ დროს რაღაცა შიში რომ უარისი არ დაიმართოს ტრავიანობის ხრივ ინგლისში, იმიტომ რომ იქ ეხა რა ვიცი, აი რატომღაც უმჯეროდა მაგ ფეხბურთელის, არ ვიცი რა. აი ფეხბურთელზე არ გესაუბრებ, გარემოზე გესაუბრები. აი ინგლისური ფეხბურთი ვიცით ხო სტილი როგორია. კი, რა თქმა უნდა იყო. მაგის საშიშროება იყო. ჩემი აზრით, ყველა დიდი შეცდომა კარიერული, მაგან დაუშვა ჰამბურგში გადასვლით და რატო? მეორე ბუნდესლიგა არის ძალიან ძნელი სათამაშო ტექნიკური ფეხბურთელისთვის რა. გადავხედოთ აი მართლა ტექნიკურ საერთოდ მეორე ლიგები ზოგადად უმეტეს ლიგებში ინგლისი კიდე შედარებით სხვანაირია. აი უფრო ძალისმიერები არის იმდენად ტექნიკურ ფეხბურთელებს უჭირთ თამაში. და იმიტომ რომ თვითონ გუნდები არიან ცოტა ჯაგა და ისინი რა და აი ეს ჩაკვესაც მაგიტო გაუჭირდა. მწვრთნელმაც არ მისცა დრო და რამდენიმე გამონათება ქონდა ახლა. ხო, ნუ აი გამონათებები არ კმარა დღევანდელ ფეხბურთში, მაგას არ იმასშრებიან უკვე. დამდგარ ფეხბურთს და თან ბოლომდეც არ იყო მორჩენილი ეს ტრამვას და შიში ქონდა, ხო. მაგრამ საბოლოოდ გადავიდა. მაგაც უნდოდა ნდობა. ხო. ისეთი მწვრთნელი უნდოდა, რომელიც ენდობოდა რა და აი დროს მისცემდა და რაღაც ის გაფუჭებული პასზე არ დაუკვირებდა და ვაისი ზუსტად ეგეთი იყო. მისცა ეს დრო და ნუ შემდეგ უკვე მომზადებული წავიდა და იქაც როგორ უყვართ და ინდობიან ჩასკარგად და ვიცით რა მოვიდა დრო ისე როგორ ფიქრობ ჩაკვედა პრემიერ ლიგა რომ დამიგოდნენ კი რატომაც არა ჩვეულებები მე მგონია რომ საერთოდ იქ უფრო კარგად ითამაშებს აი წეღანდელიდან გამომდინარე რომ ეხა გუნდსაც გააჩნია თუ ისეთი გუნდია რომელიც სივრცეს კარგად იყენებს თუ ეხა ჩაკეტილი და დაცვაში უნდა იდგეს და ისა ცოტა მანდ გაუჭირდება მაგრამ აი ცოტა გახსნილი გუნდები, რომელიც ცოტა გახსნილი თამაშობდნენ, მწვრთნელი ცოტა ისეთი ყავთ რა. იქ შვენივრად ითამაშებს ჩემი აზრით. ხო, ესე ზაფხულში იქნება მაგრივაც. შეიძლება სათამაშო დრო შეუმცირდეს და 90 წუთი და ის აი რაღაც შეიძლება როტაციაში მოხდეს, მაგრამ ალბათ ეგ ჯობია ვიდრე სუპრემიერშიპში ყოფნას. ინგლისს მივადექით და მამარდაც გადაბარგდება ალბიონზე ზაფხულიდან. აი მადრას, აი ეგ არის ერით სრულიად ერის საკამათოთება, ხო აი? ხო, არ ვიცი. აი ეხა რაღაცა რომ თქვა, აქა შეიძლება ვერ მოვარტყა ის პროგნოზი და რა გითხრათ, აბა, ეხა ისეთი მეკარე ყავს ლივერპულს
ეხლა რო წავიდეს დღევანდელი მონაცემებით, უნდა იბრძოლონ მაშინ პირველ მეორე ადგილობისთვის. კარგით ის კელეჰერს ალბათ წყალგუნდებს უნდათ იქ და წაი. მან ალბათ ის არის რომ ამ ეტაპზე გარდა მამარდას ნიჭის და შრომის მოყვარეობისა თავი რითიც უნდა დამშვიდოთ რომ ამ ხელა ფულს მეორე მეკარეობისთვის განწილულ კაცი არ გადაიხდა. არა, გამორიცხულია, ეგეთი რაღაცები არ ხდება ზოგადად. რაც არ უნდა დიდი კლუბი იყოს, მეორე მეკარეები, გუნდში რომ მიდიხარ, ანუ მეკარე მიცის პირველი ნომერი ხარ თუ მეორე ნომერი ხარ და ეხა იცით რა, ალისონი თუ თავისით არ წავიდა კლუბმა თუ არ გაყიდა რა, ანუ მაშინ არ ვიცი, მე უკვე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა და ეხლა ტყუილად ისეთი რამე ვილაპარაკო, რაც არ ვიცი. ვერ გამსაძღვრა რა მოხდება. ჯერ ალისონის გადასაწყვეტია და ლივერპულის გადასაწყვეტია. ჰაერზე ლაპარაკი არ ვიცი. ნუ ფაქტი ერთია, მამარდას ცოტა ის ქონდა კრიზისი, ამ პატარა მონაკვეთი დიდი არა და ვაივიშის სასატეხიდეს ნამდვილად არ არის. ყველას ეკნება და ყველას ქონია. თავარია დიდხანს არ გაგრძელებულიყო და არ გაგრძელდეს და ეხლა მე მგონი ეს ნაკრების ეს ამბავი ხასიათის გამოსწორებაში და თავდაჯერებულობის რაღაცა პროცენტით დაბრუნებაში დაეხმარება რა ეხლა იქ წარმოუდგენელია ხილ შენ ხო უყურებ აი ვალენსიას თამაშებს აი ამაზე აღარ მეკამათები ადამიანებს ვინც თვეში ერთხელ უყურებს ვალენსიას თამაშს ან უბრალოდ ფლეშქორიან რაღაც საკითხს მეც ეხლა ტანჯვით უყურებ რა ხო არა ტანჯვა ეხლა მამარდა რო არ იყოს იქ რა მაყურებინოს მაგას საერთოდ მაგრამ მაგუნჩი წარმოუდგენელია გოლი არ გაუშვა ან სამაგეროთ საქმე ბევრია საქმე აქ რაც გადავიდა მან იმდენი რომ საქმე იცი რა მოხდა კარგი აი ეს გეშაშვილის ეგეთი პროგრესი მაგრად გამოადგება თვითონ მამარდასაც სანაკრებო კუთხით რა და საერთოდ კარგია ეს კონკურენცია რო იქნება და წეღარ რო ვთქვით სანიორს მაგაში დიდი პლუსი მაგ მხრივ რო კონკურენცია შექმნა რა და ზოგ პოზიციებზე დავაკვირდებოდით ხელოვნურად შექმნა ეს კონკურენცია ნახე შენგელია ჩამოწია რომ იქ აზაროვს ესე თავისუფლად არ ეგზნო თავი რომ ეხა ჩამოდიხარ და მე აქ ძირითადად უნდა ვითამაშო ეგრე არ არის იქ ჩაუსვა შენგელია რომელმაც ის იმ პოზიციაზე კარგად ითამაშა და ეხლა შექმნა კონკურენცია მოდი აჯობე ხო ეს ორივესთვის კარგია და რაც თავარია ნაკრებისთვის არის აი გუგეშაშვილი ახსენე და გუგეშას რა კარიერის პროგრესი და მონაკვეთი და საერთოდ შემოტრიალება აქვს კარიერის არ ვიცი ხო არაბახის მეორე მეკარეობიდან არასრულ 2 წელიწადში პაუგის ფეხბურთელი გახდა ო ახლა გუგეშაშვილზე ვიცი ახლა მაგის კარიერა ბავშვობიდან სულ კარგი იყო 14-15 წლიდან დინამოს აკადემიაში გამოირჩეოდა რა ეს პირველი მეკარე იყო თავის ასაკში ულაპარაკოთ და როდესმე ალბათ უნდა დამდგარიყო ეს დრო რომ მართლა პროგრესი იმიტომ რომ ესა ნიჭი და თუ შრომაც არ გეზარება არ იკარგება რა როდესმე გამოჩნდება თან ხასიათია კლუბს ისეთი რომ აი რაღაცა ლიდერული შეუძლია კარნახი არ შეიმჩნევს მეკარისტის მნიშვნელოვანია დამეთანხმები რომ სადღაც შეცდომას რო უშვებ და ამ შემდეგ არ დათგუნო მე ამ ყველაფრით შენი თავი და პირიქით გამოიცოცხლო და ეს გუგეშაშვილს რა მე ყველაზე კარგად მინახია მე მაგის ცუდი თამაშებიც რაღაცა მაგრამ მე შემდეგ გასულად რო და მაგრა თუ თამაში კი აი გორის დილაში იყო ძალიან კარგი სანამ წავიდოდა უკვე და ხო ძალიან კაია რა აი გუგეშასაც ისეთი რაღაცნაირი გარდამტეხი პერიოდი დაეწყება მომავალი წლიდან იმიტომ რომ პაუქში არ არის ეგეთი მარტივი ბევრად დიდი წნეხია იქ და ბევრად დიდი კლუბია საერთოდ. საჩემპიონო ტიპის ხოლმე. ხო, საინტერესოა. მიქეთ კოჩორასაც ველოდებით დიდი ალბათობით კიდევ ერთ კარგ კლუბში. ხო, კოჩორა, რა ვიცი, თუ გადავიდა ლევანტე ვინ იცის იქნებ დაცეს ხო, მაგრამ ახლა ისეთი კლუბის პერსპექტივა აქვს ლისაბონის სპორტინგი, რომ დიდი ცდუნება ხო. რა ვიცი, ნაპოლიზეც დაიწერა და მე ზუსტად არ ვიცი. ტრაბზონსპორს უნდა, მაგრამ მე ძალიან არ ვინა თურქეთში წავიდე. თურქეთში არც მე არ ვინა. თან ახლა იქ ისეთი არასტაბილური სიტუაცია ამ გრანდებშიც კი ერთ წელი შეიძლება ჩემპიონობისთვის იბრძოთ ბეშიქტაშს რაჭის ახლა და ეგეც და ახლა მე არ მინახია აი მიქაუტაძეც რო იწერებოდა გული მისკდებოდა ახლა
მე არ ვამბობ საქართველოსთან, აი მაგარი ლიგიდან წასული ფეხბურთელი, ქართველი იქნება თუ უცხოელი თურქეთში მოემატებინოს მე არ მინახ. ახალგაზრდა. იქ მიდიან როგორც წესი, 30 გადაცილებულები და ისა და მე შედეგიც ხო ეგ არის რეალურად თურქული ფეხბურთის ჩახედავ საოცარი გვარები, მაგრამ შედეგი არაფერია. შედეგი არა, შედეგი არა. ამ ბოლოს ფრთელებიც ეგეთები მიდიან უკვე. მაუნიოს ამადობით. ოქრო წლები რომ მოტოვებული აქვს უკვე უკან. ხო, მაურინიოც ადრე მახსოვს მისი განცხადებები, აქ არასად აი ქარწავალ, მაგრამ უწია. ხო. ისე რა დაემართა? როგორ ფიქრობ? ამუწურა თავისი თავი? არ ვიცი. თუ ვეღარ აყვა განვითარებას. არა, მე ვერც ერთზე ვიტყვი, ვერც უბრალოდ სხვა მცველებმა გაუსწრეს ალბათ რა. აი იდეებით და იმით სხვა მცველებმა გაუსწრეს. ფეხბურთი მცველობაც ხო ისეთი რამეა, რომ სწავლობ ყოველდღიურად და ყოველკვირეულად და რაღაცას ამოწურავ ხოლმე. აი როგორც ახლა კუპერზე ვთქვი, კუპერს და მაურინიოს კი არ ვადარებ, მაურინიო უფრო დიდია, მაგრამ რას ვამბობ, რომ რაღაც შენი მეთოდები რო ძველდება იმ მურტალოსი არ იყოს, რომ აბა შენ დაგიძველ და ესა მეთოდები. აი ესეთი რო ძველდება მეთოდები, მე შემდეგ ახალზე რაღაცა უნდა მოიგონო, რაღაც რა ვიცი, რეებს იგონებენ უკვე მცველები გადარევას ხარ ზოგჯერ რა ვიცი, თამაში სამჯერცვლიან ტაქტიკას პირველ ტაიმშივე და ეგ შეიძლება მოაკლდა ეხლა ალბათ мотиваციის ამბავიც არის შეიძლება მაგ დროს უკვე აი ყველაფრით მაძღარი რო ხარ უფრო წამოვიდა აი ამ ახალგაზრდა მწვრთნელების ძალიან გაახალგაზრდაო და ასაკი ხო ზოგადად და პლუს თანაშემწე ხო ყველა მაგარი მწვრთნელი ოცებ რო გადახედო ვიღა სხვა მაგარი მწვრთნელის თანაშემწე იყო იგივე არტეტა ფლიკი რავი ხა გვარდიოლა ხო საერთოდ გამოზარდა ეს ხელების თავი კი ბატონო რავი ტენჰაგი და ტენჰაგიც ახლა არტული რო საშინელი მწვრთნელია მარტო მაგის ბრალი არ ყოფილა აღმოჩნდა იქ ხო ყველას ეგებართება ან მწვრთნელი მიდის და ავიწყდება ეს როგორც იზახიან ფეხბურთელი მიდის და ცუდია მანამდე კარგი იყო იქედან მოდის ფეხბურთელი და ისო კარგად თამაშობს ხელმძღვანელობის ამბავია ოუენმა ილაპარაკა მაგაზე დიდებულად ამას წინათ რომ აიო ლივერპულსა და მანჩესტერს შორის რა სხვაობაა მანჩესტერს ახლა შეუცვლია მთლიანად აი მზარეულებიდან დაწყებული ყველანი პერსონალი იცით რა შეიძლებაო ესა კლუბს პატივი უნდა შეეო რა და ესე გაშვება ვიღაცების რომლებმაც 30 წელი და 40 წელი შეალიეს იქ კლუბში და ეხა შენ რაც არ უნდა ფულიანი ტიპი მოხვიდე და მე ამას ყველაფერს ვანგრევ და ჩემი ხალხი მომყავს ესეთი გამოთქმა როა არ შეიძლება რა ალბათ და ეს კლუბსაც უტყავს და ფეხბურთელები ყველაფერი იწყება გასახდელიდან რა თქმა უნდა თორე ეს კლუბი მარტო ლოგო ხო არ არის სახე ტრადიციებინა და იმიდან და ეხა ფერგიუსონისთვის უთქვიათ ვერ გადაგიხდით 2 მილიონსო, იმიტომ რომ ნუ ფული არ გვაქვს და ამ დროს 2 მილიონი იყო ენტონის თვის ხელფასი. აი თუ რა გვარია ეს ბრაზილიელი. ხო, ბეტიში როგორ. რა ვიცი. ხო და ხო აი დამოკიდებულება ჩანს და მე შედეგიც ახეზია რა ეხლა. რაღაცებს პატივი უნდა შეეცა. რაღაცებს პატივი უნდა შეეცა. მანჩესტერ იუნაიტედი მით უმეტეს ის კლუბი იყო და ყოველთვის არის. ეხლა სპობენ მაგას მანჩესტერ იუნაიტედი ყოველთვის იყო ესეთი კონსერვატიული და რაღაცა ტრადიციებზე აგებული კლუბი და რაღაცა თავისი ის ქონდა და რომ მოშლია მას შედეგიც ახეთ აი მანჩესტერი მიხედავს თავს ჩვენებზე გადმოვიდეთ წამო აქეთ წამოვიდეთ ეროვნული ლიგა ჩემი არ იყოს თამაშებზე გიპოვის სულ ადამიანი არც ისე სხვათა შორის ბოლო დროს აბაში მე და შენ დავიმხვიეთ ამ ბოლო დროს თამაშებზე როგითარ ხშირად დავდივარ თავს ადევდები კი რა თქმა უნდა ეგ მევალება კიდეც და იმიტომ მიმოხილვებს ვაკეთებ და რაღაც მითხარი 1-2 გოლებს ყველა გოლს ყველა მომენტს რაღაცა ზეპირად ვიცი და რავი ხა იცი დავიწყოთ ბოლო ამბით დავიწყოთ გემახსოვრება ჯერ კიდე ლივერპულიდან თუ არა სადმე ევროპული ფეხბურთიდან ტიაგო ილორი გორის დილაში ჩამოვიდა ძველი პორტუგალიელი ლივერპულში იყო ასტონ ვილაში ითამაშა სპორტინგში ითამაშა და რამოდენიმე კლუბში ბორდოში აქვს ნათამაშები და გორის დილაში დიდი პატივისცემის მიუხედავად გორის დილასი და ზოგადად ამ ქართული კლუბების მიმართ აი რაცაც შენ ამბობ მინდორზე გამოჩნდეს რა ხო აქაც სახოს ამბავი და სადღაც 1 წელი პაუზა ქონდა
რა თამაში. მაგას უკვე მე აღარ ვაკვირდები. საერთოდ ეს CV უკვე ყელშია ამოსული საქართველოს ჩემპიონატში CV-ით რო ჩამოდის, რა ვიცი, ხა ერთ ჩისკომ გაამართლა რა და ალვა რომ დანარჩენები ხა ზოგი ზელიჩი ხო, ზელიჩიც თავის. მე ვამფაი ბოლო პერიოდში რაღაცა იცით რა მინდორი გამოაჩენს ყველაფერს რა და ხო იონსენი მაგამართლა და ის არ არის რა, რომ აი სადღაც ნათამაშები, ეგ არ არის აპრიორი უკვე სიძლიერის და იმის, რა ქვია, კი, რა თქმა უნდა, აგენტი რო ხარ და თვითონ აქტივნელი რო ხარ, უპირველესად მაგას უნდა ეძებო, მაგრამ დღევანდელობა, რა ვიცი, ხა რაც გვაჩვენებს. საქართველოს ჩემპიონატი ისეთი სპეციფიკური რამე, აქ აი გეთამაშებიან სხვანაირად, აქ შეიძლება ბევრი გოლი ვერ გაიტანო რა და არც არ გამოგივიდეს თამაში, ხისტი თამაშებია, უფრო აი სხვანაირი გახსნილი თამაშები ნაკლებად არის. ვინ როგორ აუღებს ალყოს, აი მაგას გააჩნია რა. ხო, მაგრამ მაინც ის ამბავია ჩემი აზრით, რომ კარგია ისეთი ფეხბურთელი რო ჩამოდის, რომელიც ელემენტარულად გულში იძებნება. და მაგალითად ხო ეხა აი ეს ბარბადოსელი რო იყო რა ქვია გორის დილაში სანტოსი არა გეილი რა კარგად ითამაშა მე მაგის ამბავი იცი მე აქედან რო წავიდა რაპიჩი რო წავიდა მე იცი რა ხა ნუ იქ ცოტას თამაშობდა გავუშვეს ბარბადოსში შვებულება რაღაცა და იქ უბანში ბეტონის მოედანზე ითამაშა უბრალოდ ბიჭებთან ერთად და ჯვარედინები გაიწყვიტა. ვაიმე ზედა. ეგ არ ვიცი. ხო და მე რაპიჩი როგორ მიიღეს უკვე ეგ აღარ ვიცი. არა, ძალიან ცოტას თამაშობდა და ეხლა ბოლო დროს აღარ მიმიდევნებია რაღაცი გვაინტერესებს აღარ არის ჩვენთან და ეხლა მე მგონი რაპიჩიც აღარ იყო ეგეთი ამბის მე. იცით რა ხო, ეგ უკვე სხვა რამეზე მეტყველებს, სხვა რამეზე მიუთითებს და აი ეს ზოგჯერ ყოფილა მართლა სასწაულად გაუმართლებიათ სასწაულად ვერ გამომარა ეხა არ ვიცი საქართველოს ჩემპიონატში ვინ როგორ მიეჩვევა რა ეგ თემა მე ადრეც მახსოვს ლივერპულიდან ჩამოიყვანეს დინამოში ფეხბურთელი ოღონდ ლივერპულის როგორი ფეხბურთელი იყო იცი 4 წლიანი კონტრაქტი ჰქონდა თავის დროზე გაფორმებული და 10 თამაში არ ჰქონდა ნათამაში აღარ მახსოვს მისი გვარი რა მეც მაგას მეც ვერ ვიხსენ მცველი იყო მე მგონი აქაც ვერ ითამაშა და ხო და კიდევ რა ვიცი იყო ეგეთი შემთხვევები ხა ყველას ხო ერთ ჩამოუყვები ვიცი არგენტინელიც იყო ერთი ხო და რა მინდა ვთქვა ეხა აი საქართველოს ჩემპიონატში რაც მეკითხებოდი რომ რატო ვერ მივდივართ ხო წინ შედეგებით და რა ალბათ აი უპირველესი მიზანი მაინც აი მენეჯმენტისკენ მივდივართ კლუბების ალბათ არასწორი იმისკენ მიყავთ რა იმიტომ რომ ნახე გადის ეს წლები აი ლოკომოტივი 3 წლის წინ რა კარგი გუნდი 4 წლის წინ კარგი გუნდი იყო იმ პანდემიის პერიოდში მოსკოვის დინამო გამოტიშა უნივერსიტეტია გამოტიშა საჩხერის ჩიხურაც იგივე აბერდინს და იმებს ხვდებოდა ორ ეტაპს გადიოდა ზოგჯერ და ეხლა ნუ მეხუთეშია უკვე მეხუთეშია და ერთხელ დაჟე არ გააგდეს ხო ერთხელ არ გააგდეს ხო და აი წარმოიდგინეთ რა ხდება რა და ეხლა იცით რა ეთყობა კლუბის შენახვა გეგმიურად ეს დიდი ხნით ჭირს თუ თავიდანვე არა გაქვს ეს გეგმა გაწერილი თავიდანვე უნდა დაწერო თორე ეხლა შენ მარტო მოიყვანო აი რაღაც დონემდე მიიყვანო გუნდი და მე ისე ხულასავი დაგეგრეს ну რა ვიცი რა აზრი აქვს ესე და მე მგონია რომ ეგრევ შვებით მე უფრო იმ გუნდების მჯერა რომლებიც სხვანაირად აკეთებენ რა და აი თავიდან ასე იწყებენ და რაღაც გაჯერებულად მიდიან რაღაც ალბათ აქვს გეგმა გაწერილი მე ხა შეგინით არ ვიცი არა ვარ ჩაყედული და იგივე აი წარმატებას გისურვებთ თქვენს ამიტომ და არაგველებსაც და აი ორბი იყო ეგეთი ხა არ ვიცი ხა როგორ მიდის მაგათი საქმე მაგრამ დაიწყეს ესე ნოლიდან ვიცნობ მე იმ ხალხს და დაიწყეს და ნუ ახლა მიდიან რა ნორმალურად ახლა შეიძლება და მეორეშიც გადასულიყვნენ რა რატომაც მაგრამ ზოგადად ალბათ ერთი წელი თუნდაც როცა ყოველ წელს იგივე უკვე მესამე ლიგაში ერთი წელი გაჩერებაც მე მგონი დიდი ტრაგედია არ არის როდესაც გეგმა გაქვს და ამ ყველაფერს ხო ეხლა ძალიან დიდ ფინანსებს თუ არ ხარჯავდა ისა ნუ არ არის რა ის
თუმცა მე მისურვებდი, მე უბრალოდ ჩემი აზრია, არავის არ ვახარ, ამდენი ლიგა ჩემი აზრით ცოტა ბევრია რა. მეც მოყვები მაგ ამბავში მით უმეტეს 3 შე რომ ახლოს იცით რა რატომ გონია ესე აი უბრალოდ ჩემ ლოგიკას ვიტყვი. მოვიდა ვიღაც ბიზნესმენი სიტყვაზე რა, დიდი ფული აქვს. უნდა დაიწყოს მეხუთე ლიგიდან, ხო? მინიმუმ 4 წელი მინიმუმ რო გადავიდეს იქ. რთულია რა, ზოგს მაგის სტიმული არ აქვს. რა ეხლა რო 4 წელი უცადოს ეხლა იმას, რა ვიცი. მეორე ამბავს კეთე, კიდე რა აი კონტრარგუმენტი მითხარ. არა, მოყვები მეც მაგ ამბავში, იმიტომ რომ მეც მაგაზე ვარ. არც ამდენი ლიგა არ უნდა იყოს და მით უმეტეს არც ამდენი კლუბი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ქვედა ლიგებში ხო შეხვდები ძალიან ბევრ კლუბს, რომელსაც არ აქვს არანაირი ამბიცია. თავარია პირობითად რეგიონ ლიგაში თამაშობს 12 გუნდი, შაშა გავგიჟდით კი მაგრამ, იმიტომ რომ ნახევარი ჩემპიონატი არ გვითამაშია ჩათვალე, იმიტომ რომ თამაშობდით გუნდებთან, რომელსაც პირველ ტაიმს უგებს 7 როლს, 8 როლს. და ამის მიზეზი თავი იცი რა არის, ის კი არა ფეხბურთელი არ ყავს, ანუ უბრალოდ არა აქვს ამბიცია, ის დაფინანსება რომ მოდის ფონდიდან. იმისთვის თავარია რომ იქ 8 გუნდში მოხვდეს. იმის მეტი არ ხდება 10 გუნდიან ჩემპიონატში 8 გუნდში მოხვდები. შესაბამისად განვითარება არ აქვს. იმას რო განვითარება რა, ბუნებრივია, შენს ვერ ვითარდები, ხო? კონკურენცია შენს ხო გჭირდება ვიღაცას რო ეთამაშო, მოგიგოს, მოუგო, რაღაცა იმისგან გადაიღო და ეს ყველაფერი არ ხდება ქვემოთ, რა. ხალხი ვიცი რომ არ მინდა. გადასვლას მირჩევნია ვიყო. კლუბის წარმომადგენლები გეუბნება. იქ ხარჯი იზრდება, რა მინდა იქ. ხო, ეგ რაღაც ადრე მეც გამიგია ეგეთი რაღაცები და აი ნუ რა შაშა ბოდიში გაგაწყვეტენ ნახევარი ჩემპიონატი გვეძახდა გიშებს. გადასვლაგი რა გინდათ იქ? არა, მე იმიტომ აი მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და საერთოდ არ მიყვარს იმაზე ლაპარაკი, რაც შიგნიდან არ ვიცი და მე გისმენ შენ უბრალოდ შენგან მაინტერესებს აი კიდე რაღაცები, იმიტომ რომ მე ესე კარგად არც არის ესე სხვა პროფილით მუშაობ და აი ეგ არ ვიცი ეგენი. საშინელება ხდება, აი როგორ შეიძლება გიჟი მიწოდო კლუბს, რომელსაც მინდა გადასვლა. ანუ მაგ ორი ამბავია, ხო რატო შეიძლება მიწოდო გიჟი? იმიტომ რომ ერთი რომ მე ოცნებე ვარ და შანსი არ მაქვს რომ გადავიდე. ან და მეორე ეს პირველად რას ვახე რომ რა გინდა ზედა ლიგაში. გასაგებია და მე რა იწევს ამას? როცა ესეთი არხეინობა ხო? მაგრამ სადაც ფეხბურთელი არ გინდა რა. რა გინდა? მოვიყვანე ჩემ მეზობელს, რომელიც საერთოდ ფეხბურთს გაგებაში არ უგლია ფეხბურთზე, 5 წელს ვერ კენწლის, რატომ მივიყვა? უცხოს. აგე რა დავასაქმებ ჩემიანს და რა ეგ არის სერიოზული მიდგომა? ეგ არის. და მე ვიცი რომ ეგეთი შემთხვევები ყოფილა კიდეც რა. ხა აღარ მინდა ეგ და რა ვიცი, არასწორია ჩემი აზრით და მან ხა ზოგი ფეხბურთელის ფსიქიკა ამდენ რაღაცებს ვერ უძლებს რა. ზოგს ნერვები ეშლება, ზოგს ისა და გული უცრუება, ეგეთი ბევრი. მე კიდე რა გამიგია, იცი, აი უცხოელები იწერება ხოლმე რაღაც Facebook გვერდები რომ თითქმის ყველა Facebook გვერდი გამოწერილია ამ ქართული გუნდებისა და აი ჩამოვიყვანეთ სადღაც ნეპალიდან თუ აი რა ვიცი ხა და ის ხო კაი შეიძლება ნეპალიდანაც მაგარი იყოს, მაგრამ მე ხო მინახია მე მინდორზე და ისა გაგნებაში რო არ არიან საერთოდ და ამ დროს ახლა დარწმუნებული ვარ ქართველი რომ მიიყვანო, მაგრამ დაკომპლექტებულები ვართ. ხო. ქართველისთვის არ არის ადგილი. რავი, ნეპალელი, რა ვიცი, ხა კი არ ვაყენებ შეურაცხმ, მაგრამ თამაში რო არ იცის ადამიანმა და ახლა ის გუნდში ყავს და ქართველი ბიჭის ადგილს იკავებს, ხო? ჩემი აზრით არასწორი. ხო, ლეგიონერი ცნება ზოგადად ხო ეგ არის რომ ერთი თავით მაინც მინიმუმ რო უნდა ჯობდეს აქაურს. ხო, ნუ აჯობდა იმის ტონის მაინც იყოს. რა კარგი მაღაზიის თვალი დავხუჭოთ, ნუ არ არის ეგრე. სადაც ქვემოთ მეოთხე ლიგაში, მესამე ლიგის ქვემოთ ლეგიონერის დამატების უფლება არ აქვს. ეს ჩემი აზრით ძალიან სწორი ამბავია. ანუ რა საქართველოს მეოთხე ლიგაში რო ლეგიონერი მოდის, ფეხბურთისგან ცოტა შორს უნდა იყოს. არა, არის მეორე ამბავი. არსებობს ბევრი გუნდი ლიგა 4-ში, ლიგა 5-ში, რომელსაც ეს ლეგიონერები მოყავთ. მერე? ავარჯიშებენ თავისთან. ავსებენ ამით თავიანთ ბიუჯეტს. ფულს ახდებიან ამ ვარჯიშში? აუ რა დონეა წარმოგიდგენთ. ანუ ეხა მე რომ მივიდე მავარჯიშებენ ფულს გადაიხდია. დიდი შანსია, კი. აх, ერთ-ერთი გუნდი რომელიც
ჩვენს ლიგაში თამაშობს, მეოთხე ლიგაში წელს უყურებ 6-7 ლეგიონერი რა. ამათ რა ვუთ, რა საფრთხე. მოიცავ რა, ესენო თავის საქმეს ასრულებენ. ვარა მაგარია. სპონსორია რა ჩათვალე. ხო. ძალიან მაგარია. და ანუ ეს ამა როდემდე უნდა იხადოს? სამ გუნდს გაგიკეთებ რა, ამ ხანაგურებში ხო ითამაშებ. ხო, მაგრამ პასუხისგებლობა არა გაქვს რომ გავუკეთებ. შეგვიძლია არ გავუკეთებ. ხანაგურებში ათამაშებს სადღაც. აი, მე ალბათ ეთქვის რომ აი არ გამოვიდა. ვა, რა მაგარია. მოფიქრება ხო უნდა მაგას. თვითონ იმანაც იცის ხო იმ ლეგიონერმა რომ არ შეუულია მეოთხე თავიდანვე ისე მოდის ხო თუ არ აღარ ჩავიცი არ ხო ხო ეგეც აი სავარაუდოდ ეცოდინება იმიტომ რომ მე მქონდა შემთხვევა ერთი ორთან ეგეთი რომ მე არ მაქვს მე ერთი წერდა საფრანგეთის მოქალაქე ვარ რა გინდა ხო ეგრევე გიჩნდება მეოთხე ლიგაში ფრანკფურტელს მე აი ფოტოშოპში ჩემ Facebook გვერდზე მოთხოვში წერენ ხოლმე ვიღაცა 1-3-4 მომწერა მასეთმა აი რაღაცა ვიდეოები გამომიგზავნე მეთქი მე რა ვიცი რა მე აგენტი არა ვარ რა სიმართლე გითხრა არც მე ხება საერთოდ არ დავინტერესებული არა ისეთია რა სასწაულ რაღაცებს აღმოჩენ რომ იწერო მაგათაც რა ვიცი რა მე ამაზე მეტი რა უნდა აღმოაჩინო ხა რაც მითხარი ეგ არის რა ხა საოცრება ხო და მოდით გავეშვათ მაგ იმას აი ეს წამყვან გუნდებზე ნეტა ამათეშველოთ აი დინამოს მინდა რომ ცოტა წინ წამოვიდ მარტო დინამო არა ნუ ყველა ნებისმიერ მაგრამ ცოტა წინ გამოიხედონ რა ეს და სხვანაირი იქნებ ეს ნაკრების წარმატება გადავიდეს ამ საკლუბოზეც რა აი მაგას აგის იმედი მაქვს. დიდი იმედი მაქვს რატომღაც რომ იბერია წელს ერთ ეტაპს გადალახავს და ეს მიეხმარება რომ კონფერენციის ლიგაში მაინც ჩაჯდეს. ჩაჯდება პირდაპირ. აი ეგონა მეკითხა რა ბოლოსკენ გავდივართ და მოლოდინები აღარ არის დიდი დრო დარჩენილი უკვე ამ ევრო ტურნირებამდე რომელსაც ბოლო წლებია ყველა დიდი შიშით ველოდებით ხოლმე და იბერია იმიტომ გამოვყავი რომ მაინც ჩემპიონისთვის იოლია რა ანუ რომს გავარდეს მაინც ხორჩებას არც იდა ხა კონფერენციის ლიგაზე ხა შედარებით რთულია ხოლმე მაგ მისიის შესრულებას ხო აი მაგიტო გამოვყავი თან ახლა რეალურად ჩანს რომ წინა ველოდებოდი ესე კარგად რომ დაიწყებდა ამ ჩემპიონატს ახალ სეზონს ველოდებოდი კი რატო ველოდებოდი და რაღაც იბერიას ისა აქვს რაღაცა ბაზისი აქვს შექმნილი აი წელს ხო ალბათ იმიტომ მკითხე რომ ბევრი გაუშვეს ხო და არიან იქ ბიჭები რომლებსაც ასე თუ ისე შეუულიათ რა შეცვლა ამ ყველაფრის კი შეიძლება შაშანდელივით გუნდი ვერ იყოს წელს მაგრამ ავიცი ხა ვარცხები რო არ გაძლიერებულან. დინამო აი დინამოსგან ველოდები რომ ნახოთ აბა რა იქნება. ტორპედოც ავიცი წარმოუდგენელია ეს რა მაგარი მწვრთნელია რა. რა მეწერა კიდე ამას წინ მეთქი თვალი ხო არ მოტყუებს ხა ბევრჯერ გადავხედე მის სიუს. რა მახსოვდა რა და ძალიან მაგარი ნამუშევარია. ხო ის არის. ხო და ფურორები აქვს კაც მოხდენილი გერმანიაში, სადღაც კი არა. საუკეთესო მწვრთნელი გახდე? ხო და ორი ლიგა ზედიზედ მოაგებინა იმას დარმშტადტს, ზედიზედ. და გადაიყვანა უმაღლესი. რა ეხა ეგ არის, რავი. და აი კაიზერსლაუტენი გადაიყვანა და მართლა არ ვიცი ესე რატო დაიწყო ვერ ვუყურე. ალბათ მართლა დრო ჭირდება ეხა რა. მაგაც თუ არ უნდა მიცე დრო, აბა ვის უნდა მიცე, ხო ზოგადად? აი გიორგის ხათაშორის მაგი მინდონა მეთქვა რა. საქართველოში ძალიან ხშირად ვაწყდები ხოლმე ესეთ რაღაცებს მწვრთნელი აი მართლა რო ვიცი რომ კარგი მწვრთნელია აი ქართველებიც კი და შეტექს ვერდებს რა და ამ დროს მეორე ვიცი იმის მეთოდები ხა არ დავასახელებ რა რაიონს სადაც ხა დასასვენებლად ვიყავი და იქ უყურე იმ გუნდის ვარჯიშს ეგრეთ წოდებულ ვარჯიშს რა ბჭყალებში ну ის არაფერი არ ყოფილა საერთოდ ორჯერ ვიყავ მეთქი დღეს მოთელვა ხო არა აქვს მეთქი და ალბათ შეიძლება რაღაც ხვალანხანაგური აქვს და მეორე დღესაც ეგრე იყო გავიხედე და იმ გუნდმა ჩემპიონატი რო დაიწყო ზედიზედ 6 ტურში 4 თამაში მოიგო რა და
ორი ფრეი თამაშა და ნუ იქ მივხვდი რომ რაღაც არ ვიცი რა. სხვანაირად ხდება. რავი, ზოგჯერ მიფიქრია რომ მწვრთნელი თურმე რა საჭიროა და ვარჯიში რა საჭიროა საერთოდ. აი მაგ იმაზე მივედი რა, მეთქი ეს არის ეს ნახდათ და ნახოთ რავი, აბა ვიცი მე მწვრთნელები, აი შედეგი ვერ დადეს ისეთებმა, რომლებიც ახლა დღე და ღამე ფეხბურთით ცხოვრობენ რა. ხო, ბევრი ყოფილა ეგეთი და რავი, ძალიან მარტივად ბევრი კარგი მწვრთნელს გავიხსენებთ ხო ეგეც და ეგ მოდი უკვე შემდეგ გადაცემაში გავიხსენებთ. ხო, აი უნიკალური ჩემპიონატი გვაქვს, აი თავი ბოლო ვერ გამიგია ხოლმე ზოგჯერ რა. ხო, შეიძლება ჩემპიონი გახდეს, შეიძლება გავარდე. ხო, შედეგიც და აი თვითონ ხო მწვრთნელიც ეს მწვრთნელის ისიც ვერ მიხვდა რა ხოლმე ზოგჯერ რა. ისე კაი ის არის რომ კანკავა და გვილია დაბრუნდნენ დინამოში, კანკავა დაბრუნდა უბრალოდ და გვილია გადმოვიდა დინამოში. რაღაცა ისეთი ნოსტალგიური ამბავია მე დინამოზე არც არ ვერიდები, ამით თქვა ძალიან გაბრაზებული ვარ ბოლო წლების გამო. შედეგებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა და ცოტა გული მომილვა ეს ჯაბას დამატება. აი ვინც არ არის დინამოზე გაბრაზებული ის არც გულშემატკივარია და არც არაფერი არ არის. უნდა იყო გაბრაზებული, აბა ეხა თუ გული გტკივა და თუ ბოდიში და საერთოდ არ გაინტერესებს, მაშინ კი ბატონო და ხო, ჯაბას მოbrunება მართლა მაგარია რა. იმიტომ რომ პიროვნულადაც და ისეთი რა ლიდერია და აი ჯაბა ვიცი ნამდვილად რომ მისაბაძი ტიპი იქნება. აი იაშვილი რო დაბრუნდა რაღაცა ეგეთი ამბავი იქნება. ხო, აი მაგ ხრივ ლიდერი, მისაბაძი პროფესიონალი. იმიტომ რომ ეხლა სხვა რო ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელიც უყურებს იმ დროს არის დაბადებული, როცა ჯაბა არ იყო ჯერ დაბადებული, როცა ჯაბა დინამოში ხუთი და კანკავა რო და ერთ-ერთი ლიდერიც ვერ ვიტყვი რა თქმა უნდა 18 წელს ფეხბურთელზე, მაგრამ ერთ-ერთი თავარი ძალა იყო იმ გუნდში, გეგუჩაძის გუნდში და იმ დროს ხო ვამბობ 80% დაბადებული არ იყო. და იმ დინამომ UEFA-ს თასის ჯგუფური ეტაპი ითამაშა საბოლოოდ. იმედია კანკავასთან კანკავა კიდევ ერთხელ ითამაშებს ქართულ კლუბთან. ეგ საერთოდ მაგარი იქნება რა. ილო, მადლობა დღეს სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და მადლობა. იმედია კიდევ გვესტუმრები. რა დიდი მადლობა, ილო. მადლობა ასევე მოწვევისთვის და კაი გადაცემა და რა ვიცი ხა წარმატებებს უსურვებ თვითონ თქვენ კლუბსაც და მადლობა. ერთ კვირაში ვიწყებთ სეზონს. ხო და ისე მეც უნდა მეკითხა რაღაც რა ანუ რა გეგმებია რა გადასვლა. გადასვლა როგორც ჩარშანი იყო მიზანი გადასვლა წელსაც გადასვლა და სად ითამაშებთ საგარეჯოში. მომავალ წელსაც დიდი იმედი მაქვს ისევ გადასვლა გვექნება მიზანი ოღონდ ლიგა 3-დან უკვე. მოდი აი მოკლედ აბა ისიც მითხარი, მაინტერესებდა უკვე თორე. აი რას ნიშნავს ორი ჟურნალისტი როდეს გავცვალეთ უცებ ადგილები. აი რას რამე მუშაობა თუ მიდის რომ რაღაც აი უფრო ცნობადი გახდეს თქვენი კლუბი და აი რაღაც გულშემატკივრის სუმცირე რაოდენობის მოზიდვაზე თუ მუშაობთ. კი, ნახე აქ მაინც ხო თავარი ამბავი ეგეთ დროს არის სტადიონი, ბაზა, რომ სადღაცაც დაფუნძნე ისე რომ მე იქაური ადამიანები მიიჩვიო და რაღაცა შენიანად გაგითავისონ და არის გეგმა რომ გუნდს უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს აკადემიის ფუნქციონირება, ეხლა სკოლა აქვს რეალურად ორი ლოკაცია თბილისში გაშლილი. გვინდა აკადემია ჩვენი, სადაც იქნება როგორც დიდი სტადიონი, ასევე მინი სტადიონები და რაც თავარია ნამდვილი საფეხბურთო სტადიონიც არის გეგმაში და როცა ეს ყველაფერი იქნება, მოგებრივია მე უკვე გულშემატკივარიც იქნება, იმიტომ რომ რაღაცა იდენტობის ნაწილი, ხო კლუბი ხო ეგ არის ზოგადად, რაღაცა იდენტობის ნაწილია შენი. ხო, რაღაცით უნდა დაიწყო რა, აი ისა მეც აი ეხლა ჩვენი მთავარი გულშემატკივარი და ბაზა არიან, როგორც იცი კარგად და მაყურებელსაც კიდე რო უთხრათ, ეს არის გუნდი, რომელიც ელიტ ლიგიდან 9-10 წლის ბავშვები იყოდიან ერთად. და მოვედით უკვე დღევანდელ დღემდე და ის მშობლები ბავშვების და ის გარემოცვა, ვინც თავიდან იყო, სხვათა შორის კარგი ატმოსფეროა ხოლმე, ბევრი უმაღლესი ლიგის გუნდთან შედარებით ბევრად კარგი ატმოსფეროა თავისი დოლებით და ფერადი ბოლებით და შარფებით და ასე შემდეგ. ეგ ძალიან მაგარია. ეგ დაპატიჟებ აუცილებლად. ადრენალინია ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა დაპატიჟება მოვალ. ხო და ადრენალინია რა ეს ბავშვების შოვე მაგარი გულშემატკივრები ვინ არიან? არა, შოვებზე მეტი ბევრად დიდი ხმაურია. ხო. გულშემატკივრები ჩვენ თამაშებზე ვიდრე ბევრ დიდ თბილისის სტადიონზე კიდე რეგიონის კარგ სტადიონებზე.
ხო, კარგია, მშვენიერი. აი, მაკედან უნდა დაიწყოს რა ჩემი აზრით და ის უნდა იყოს აი კლუბს აი რაღაცა ესე ჩამოთქმული მაიკარო ასვია და ისა და იქ რაღაცა მიწებებული უშნოთ თორე ესე შეიძლება აი ეს არ უნდა გეთხოვოდეს რაღაცა სოლიდურად ალბათ რაღაცა ოდნავ მაინც აი ისი შესაძლებლობაც არის მე არ ვამბობ ხა რომ ნაღდი ნაიკი ჩაიწვა და ის აი რაღაცა ოდნავი ის რომ გააკ უკვე მაყურებელი სიმპათიას გწნობს და არა ისა რომ ხა რაღაცა ფეხბურთელი გამოდის და იქ ბანანის ბანანს რო ვერ მიუტანე ხა თამაშის მე ფეხბურთელს და ნაკიტკა რო არა აქვს ვარჯიშზე და ისა ეგ უკვე ბადებს აი რაღაც სხვანაირ უშნო დამოკიდებულებას უშნო ჩვენს მე გუნდი ვარჯიშობს რამოდენიმე საათში და გახლავთ ერთი კვირა ვარკვევდი რა გუნდი იყო ზოგი რეალის ზოგი ბაიერნის და ასე შემდეგ ჩვენ დავწინიან ახლა ყოველწელს ეკიპირებას ახალს ვიკერავთ ხოლმე რა ფორმას დამატებული სპორტულები ჩანთა რაღაცა დუტის ჟილეტი და ასე შემდეგ რა მოცნილები ხართ რადგინდათ და რაღაცა რავი რაღაც თქო უნდა დაიწყო მართლა რა ეხლა თავიდან თუ სტადიონი არ აქვს 100,000 კაცი ვინმეს მოდი ამით დაიმს გავსეკუნს და რაღაც თქო უნდა დაიწყო მე ის იქნება ეხლა ერთი უცებ მოყვები რა ერთი აი თურქეთში ვარ მსოფლიო სპორტიდან წაგამიშვეს იმაში მივლინებაში ბელექში რომ ქართული გუნდებიც იქnen და რაღაცა აი რეპორტაჟები და იქ რა ვიცი ახლა უცხოელებსაც ველაპარაკე და რაღაცა ისინი ჩამოვი სასტუმროში სადაც ვიყავი ერთ-ერთი ქართული გუნდი ცხოვრობდა და მეც იქ ახლო ვიყავი გუნდთან და ეს იყო მთელ რა ვიცი იქ არის მილიონი რა 700-მდე გუნდი იყო ჩამოსული შემოგარენში რა ვიცი სლოვაკეთი პოლონეთი და ასე შემდეგ ხა და გრანდი ქვეყნებიდან არ ჩამოდიოდნენ ხო და ყველა გუნდს ქონდა აი რაღაცა ისე შეატყობდი ამ ქართულ გუნდს ეხა არ დავასახელებ რა თქმა უნდა ვაფშე საერთოდ არაფერი არ ეთყობოდა ზოგს შეიძლება თქვი რეალის მაიკა ეძო ზიდანი ფიგურა ვიცი და ეხა ყველანი უყურებდნენ ხოლმე ამათ რა ეს როგორ უყურებდნენ თან ეგ თვალში ხვდებოდა რა რომ ესენი რომ მოდიოდნენ ნუ ან ეხლა მანდეს ხო რაღაცას მუღამია რომ რაღაც ფორმა აი ხა მეც ხო ისე ვარ რა ხელმძღვანელობაში ვარ ეგრე მაგრამ ჩვენი მუღამი გვაქვს რა ახალი ფორმა ქონდეს რაღაცა ლამაზად გამოიყურებოდეს გუნდი აი თურქეთში რო ვიყავით ახლა შეკრებაზე ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ქალბატონ მაიასთან ერთად ავტობუსებს ვათვალიერებდით რომ აი ამას ესე დაუბრენდაოდი არაგველების ლოგოებით და აი ამით იმას ვიზამდი და აქ მანქანებით და ერთ-ერთი კლუბის მწვრთნელებმა მითხრა მეთქი დასავლეთში წელს ბევრი გასვლა რომ აქვს მეთქი თქვენ როგორ უნდა იგარეთ მეთქი და ბიჭებს მანქანები ყავს რამდენიმე და ჩავჯდებით იმაში თამაში დღეს წავალთ აი გარი ეგ არის უკეთესი მომავლის იმედით ხო ერთმანეთს რაღაცა უკეთესობისკენ და იმედია რომ აი რაღაცა თქვენი გუნდიც ერთ-ერთი ის იქნება რა აგურის ხო ვცდილობთ და რა იმედია გამოგვივა ყველაფერი ისე როგორც გვინდა და დაგეგმილი გვაქვს ეგ ამბავი კიდევ ერთხელ ილო მადლობა თქვენს ვინც გვიყურეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი გამოიწერეთ ილოს არხი 22 მოთამაშე რომელიც ძალიან საინტერესო არხია პეიჯია გვერდი და ბევრ საინტერესო რამებს თავაზობს და რაც თავარია უყურეთ არტივის ჩვენ ერთი კვირით გამშვიდობებით მომავალ კვირას ახალ საინტერესო სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით მადლობა დიდი მადლობა